მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ბრუნდებით ჩვენი გადაცემით კვლავ. ჩვენ დღეს გვექნება საუბარი და ვისაუბრებთ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც საკითხების დღეს მართლაც პრობლემატური არის იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომელი ადამიანებიც დღემდე ელოდებიან ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას და სამართლიანობის აღდგენის კომისიის მხრიდან მათ მიმართ გამოჩენილ ყურადღებას. ჩვენ ასევე გვექნება საუბარები სწორედ იმ სამართლიანობის აღდგენის კომისიის მუშაობის შედეგებზე, იქ მიწვეულ მოწმეებზე, დაზარალებულებზე, დამნაშავეებზე და შესაბამისად განვიხილავთ ამ საკითხებს და შევეხებთ კიდევ იმ დიდ მნიშვნელოვან საკითხს, რასაც ქვია საქართველოში ჩაბუდებული აგენტურული ქსელი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ სამართლიან საპარლამენტო კომისიამ, რომელმაც დაიწყო მუშაობა და დღემდე აგრძელებს მუშაობას. ფაქტიურად ის რაღაც გარკვეულ დროში ვერ ეტევა, იმიტომ რომ დაზარალებულთა ადამიანები ძალიან ბევრნი არიან. სააკაშვილის მიერ დაზარალებული ადამიანები ძალიან ბევრნი არიან. კომისია იმ დატვირთვით ვერ მუშაობს. რაღაც გარკვეულ თემები გადადო გვერდზე და რაღაც ისეთი თემები წამოწია წინა საფეხურზე, რომელიც არ არის საინტერესო არც დაზარალებული ადამიანებისთვის და არც სიტუაციასთვის, რომელიც სიტუაციის მიხედვით ჩვენ გვინდა მოიპოვოთ სამართლიანობა და გვინდა რომ გავაუქმოთ და გაუქმდეს რეჟიმის მიერ შექმნილი პოლიტიკური დიქტატორული პარტია, ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები. ახლა გასაგები არის კი შეეხო თემებს საპარლამენტო კომისია, რომელიც თემებიც მართლაც მისაღებია და სხვადასხვა 2008 წლის აგვისტოს ომების თემებთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლომდე არ მიიყვანეს ეს საქმე. არა მარტო იქ დაკითხე გოგავა და ყურაშვილი და კიდევ რაღაც გარკვეული ისინი ადამიანები, რომელი ადამიანებიც უშუალოდ მონაწილეები არიან და თავის თვალით იხილეს ყველაფერი იქ რაც მოხდა, ეს ადამიანები არ დაკითხეს. არ დაკითხეს საჰაერო თავდაცვის ჯარების წარმომადგენელი ბატონის სახვაძე, რევას სახვაძე, რომელმაც იცის ყველაფერი რა მოხდა და რატო დათარეშობდა ასე რუსული ბომბდამშენები საქართველოს საჰაერო სივრცეში და საწავიდა ის საზეიმო რაკეტო კომპლექსები, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებს ბალანსზე ყავდათ აყვანილი უკრაინას შემოყვანილი ტექნიკა და რეალურად ის არც გამოჩენა და არც გამოუყვანიათ ბრძოლის ველზე. ეს ყველაფერი იცის ბატონო სახვაძე. არ დაკითხეს ბატონი კონსტანტინე ფორჩხიძე, პოლკოვნიკი კაცი, უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი წარჩინებული და მართლაც პროფესიონალი კადრი, რომელსაც თავიდან ბოლომდე იცის ყველაფერი რა მოხდა 2008 წელს და ვინ მაჭრობდა იარაღზე და ვინ იყო ამის თავი და თავები, ხო და მტკიცებულებები. არ დავკითხეს მე, რომელმაც ფაქტურად ჩვენ ამ ჯგუფთან დავიწყეთ და შევისწავლეთ ეს ყველაფერი და მტკიცებულებები გვაგვაჩნიათ დოკუმენტაციის სახით იარაღის კონტრაბანდულ ვაჭრობასთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. არ დაკითხეს ბატონის ზაზა გვიმრაძე და ახლა მოგიყვებათ ეს ბატონის ზაზა გვიმრაძე თუ რა, ესე იგი, როგორ ექცეოდენ მას დაპატიმრების დროსაც, დაპატიმრების, ესე იგი, პატიმრობაში მყოფნის დროსაც და თუ როგორ დღემდე დარბის ეს ადამიანი და ითხოვს სამართლიანობის აღდგენას და ეძებს გზებს, როგორმე მოიპოვოს და დაიბრუნოს ის უფლებები, რომელი უფლებების თავის დროზე იმ პირსისხლიანმა და იმ ტვინგახვრეტილებმა და ავამტყოფმა მიხეილი სააკაშვილმა ასეთ ადამიანებს შეულახა. ძალიან ბევრი ადამიანები არსებობენ, ისეთი ადამიანები, რომელი ადამიანების დაკითხვა არის აუცილებელი და რომელი ადამიანების მოსმენა არის საუბარი ძვირფასო კომისიის წევრებო. ნუ გახარიას თემა ეს მეორე ხარისხოვანი არის და არც იყო საჭირო ეს კაცი მოგეყვანათ იქინა და რაღაც გარკვეული ის ცირკი ჩაგეტარებიათ. ასეთი ხალხი უნდა მოიყვანოთ და ასეთი ადამიანები უნდა მოусპინოთ და ასეთ ადამიანებს გვერდით უნდა დაუდგეთ და ასეთ ადამიანთა მიმართებაში უნდა აღადგინოთ სამართლიანობა. თუ გინდათ ხალხის ნდობა მოიპოვოთ და არა ეხლა ეგ რაღაც გარკვეული ესენი ვიღათ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ფაქტიურად ყოფიან ზღაპრებს ყოფიან. ეს არის ზღაპრების მოყოლა, მეტი არაფერი, ხო? ამიტომ ჯობია რომ როგორმე რაღაცნაირად ამ სიტუაციას გარკვეული მიმართულება მიცეთ ისეთი, რომელი მიმართულების საფუძველზეც
ამ ადამიანებთან და ასეთ ადამიანებთან მიმართებაში იქნებით სამართლიანები და ეს ადამიანებიც იგზნობენ თქვენგან მხარდაჭერას. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ბატონო ზაზა, დიდი ხანია ელოდებით თქვენ სამართლიანობის აღდგენას. ელოდებით ჯერ კიდევ იყო და სასამართლო პროცესებს ელოდებოდით. მერე იყო და კიდევ სასამართლო პროცესების მერე კიდევ დღემდე ბრძოლობთ იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანოთ ეს საქმეები და მე როგორც მაქვს ინფორმაცია, თქვენმა უფლებადამცველმა ადვოკატმა მიმართა კომისიას და შეიტანა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ დაგიძახოთ და გამოკითხონ და მოგისმინონ რა გააკეთა იმ პირსისხლიანმა სააკაშვილმა თქვენთან მიმართებაში და როგორ ესე იგი თქვენ წამებებში იყავით და როგორი უფლებები შელახა ამ სააკაშვილმა მისვა ბანდამ არათუ მარტო თქვენთან მიმართებაში, არამედ იმ ადამიანთან მიმართებაში, რომლებიც იქ ლოცულობდით კინწვიშის მონასტერში და უცებ რაღაც გაურკვეველი ბანდა ზონდერ ბანდები დაგესხათ თავზე და გათოკილები წამოგიყვნენ ესეთი და მოდი კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას და კიდევ ერთხელ უთხრათ კომისია რომელიც ვალდებული არის მოგისმინოთ რა მოხდა და როგორ დაიწყო ეს პროცესები და როგორ დაიწყო თქვენთან მიმართებაში ის ძალადობრივი ქმედებები რაც სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ჩაიდან თქვენთან მიმართებაში თავისუფლად დაპატიმრებებიდან მივესალმები TV+-ის მაყურებლებს მივესალმები მოგესალმებით ბატონ ტრისთან და ერთ რამეს ვიტყვი რა 26 მაისს დაგვიჭირეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მათ აქ გამოსვლები იყო თბილისში ბურჯანაძე აკეთებდა რაღაცებს და ვიფიქრეთ გავეცლებით აბადე ჩაგეკითხებით ხოლმე ხანდახან იმიტომ რომ რაღაც შეიძლება გამოვხსნათ მაგრამ მაინც ჩაგეკითხეთ და 26 მაისს 24 მაისს უბრალოდ წავედით იქა ყინწვისის მონასტერში ყინწვისის მონასტერში წახვიდით თქვენ ვისანეთად ჩემ მეგობარ რამაზ ყოლაძესთან ერთად და იქ კიდე შეიკრიბენ ბიჭები არა აქედან წახვიდით თქვენ მოდი ეს ყველაფერი დეტალებში ვთქვათ ხო დეტალებში ვეუბნები თქვენ ჩათვალეთ რომ ზიხართ კომისიაზე და გეკითხებით და ეს ყველაფერი დეტალებში ხო და იქ კიდე იყვენ ბიჭები აქედან წახვიდით თქვენ და რამაზი მე და რამაზი და კიდე ერთი კაცი რამაზის მეგობარი იმას არ ვიცნობდი რამაზიმ გამაცნო და დავიძარით და წავედით მანქანით წავედით ავედით იქა ყინწვისის მონასტერში ჯერ მეუფესთან ვიყავით იქა მეუფემ დაგლოცა თქვა რომ ზემოთო საკლავი აქვს დაკლულიო იქო რაღაც თქვენ დაეწარეთ წირვალოცებსაც დავეწარით ტრაპეზეც მივიღეთ ისინი და დავრჩით იმ დღეს რა 24-ში 25-შიცაც დავრჩით იმიტომ რომ ძალიან სითბო იყო რა იმ მონასტერში და მინდოდა რომ ყინწვისის მადლი წამოგე თავარ ანგელოს სურათი შეგონდა ნანახი და რო უყურებდი ფრესკას რაღაც სიამოვნებდი და თან ისეთი სიტუაცია იყო მყუდრო და აქით რომ რეკავდი თბილისში აუ არეულობა გამოსვლებია რაღაც ბურჯანა ანუ მადლი იყო ისეთი რომ ხო მადლი იყო და არ გვინდოდა წამოსვლა და ესე რა 25-ში სადაც ტრაპეზის სუფრა იყო გაშლილი იმ ღამეს წამოვიდა წვიმა ის წვიმა რომ წამოვიდა მამამა გვითხრეს იქით ყინწვისის მონასტრის რომ ამოდითო მანქანებს ვერ ამოიყვანთო ჩარჩებით აქო კიდე კაი ღმერთმა გადაგვარჩუნდა ყინწვისის თავარანგელოს ვენაცვალე მე რომ ამოვედით იქიდან თორე მოვიდოდნენ ეს ყაჩაღები იქვე დახოცავდნენ იარაღს დააწყობდნენ იარაღებით იყვნენ მოსულები სამხედრო ისე ხნა ვინც იცის სამხედრო რაღაცა ოდნავ შეხება მიხვდება რომ ის სამხედრო ყუთებში ის არდებს რა იარაღები თანამოიტანეს ამოიტანეს ყუთებით ედოთ მანქანაში უბრალოდ ვერ დაგხოცეს მე 26-ში რომ მოვიდნენ დასაჭერად ესე იყო 11 საათიდან 12-ის ნახევრამდე დილის არა დილის ხო უკვე იმა გარდაიცვალა მამა საბა იყო ეგეთი კაცი ისე მოასწრო ჩვენ სასამართლოზე ბევრჯერ ჩამოსვლა ჩვენებების მისცემა და მე გარდაიცვალა ეს მაგარი წესიერი კაცი იყო და რო გვიჭერდნენ ეუნებოდა რა შვებითო რას უშვებით ამ ხასო და ბრძანება რა გვაქვს თორე თქვენს მიგაყოლებდით ზედო ანუ იქ ამოვიდა სპეცდანიშნულების ორი ავტობუსი მიკროავტობუსი ორი მიკროავტობუსი და ჩვენ მამა საბამ ამდენი ხანი აქ ხართო დალიეთ კიდევ და მაინც ქართველები პახმელიანზე იქნება და თავის დაწეული ჭაჭა გამოგვიტანა არა იმას ვავდი და უყურებ ორი ავტობუსი მოდის იქიდან დაბლიდან რა ცოტა შემაღლებულზე ეს ყინწვისის მონასტერი და მე ვთქვი მამაო ნახე ტურისტები მოდიან მეთქი მე რა ვიცოდი ვინ მოდიოდა ეხლა მე რა გავაკეთე ისეთ რომ ჩემ დასაჭერას სპეცნაზი და ის დაჭიდებოდა გადმოხდნენ ეს მას დაწექი თქვენი დედა თქვენი შენი დედაც მე ვთქვი რას მაგინებ შენ შესაგინებელია ჩემი დედა მეთქი და ეს ერთი ქარაღიც დავლი მოასარი და გაწვიოს ძირეს მიწას არა უკნა კონდახი მომხდა მაშინაც ის ვინ და ესე რა და ესე დავყარეს რა და ძირ დაგაწვინეთ არა ძირ დაგვაწვინეს ყველა ჯიბები გაგვიჩხრიკეს ამოიღეს უყურებენ ტელეფონს ყველას დამჯდარი აქ
2 დღე იქაღარ. ხო, 2 დღე აბა დასატენია ხა ზოგ მანქანის ხა. ხო ასე ხა. ქართველი კაცი кейფოს ტელეფონი რაღაც სჭირდება, არა შეიძლება. რაღაც მადლიან ადგილზე ხარ. დაეთიშეთ თელ სამყაროს. სამყაროს ვარ, გატჩებული და იმ დილით, სანამ ეს მოხდებოდა, მამასამა გვეუბნება, რომ ველაპარაკებდა თბილისში ისეთი სისხლიანი რაღაცა მოხდაო. ხალხი დაარბიესო, სისხლი ადინესო, დაიჭირესო, ესე და ჩვენს გავგვიждით თუ როგორ გააკეთეს ეგრეთ 26 მაისს როგორ შეიძლება და იმ ღამეს რაღაცა იმ წვიმაში იმ უბედურ თავსმაწვიმაში ხალხი ესე დაელეწათ რა და სისხლი და ისინი არიანო მიცოლებულები ყავთო კიდეო და ხალხი დამტრიულე და ეხლა ხომ უნდა წაგვიყვანონ რა ჩვენც ხომ მანქანებითა ვართ მისული ესენი ნაწილდებიან ეს იმის ანუ თქვენ უკვე დაგაპატიმრეს იქ ყრივად მაგრამ რეკავენ რომ ამათ იარაღი არა აქვთ იარაღს უყურებ რომ მანქანაში აქვთ იარაღი რო ჩაგიდონ იარაღი ვერ ჩადებენ იმიტომ რომ მამაოები არიან იქა ბევრი არიან ხო მამაოები არიან რამოდენიმე კაცია მეტი რა თუნდა ეხლა რა ის უნდა გადმოიღო ის სამხედრო ყუთი ახსნა დადო იქა გვერდზე მოგიდონ რაღაცა ხო უნდა გააკეთონ არა მაგრამ ვერ აკეთებენ რა ფაქტიურად მაგრამ იმ ტრაპეზის სუფრაზე ძალიან ბევრი ხალხი იჯდა და ნელ-ნელა წავიდნენ ზოგი 24-შივე წავიდა ზოგი 25-ში წავიდა იმ სუფრიდან დავჭით 24 კაცი. და ეს 24 კაცი ყველა ერთმანეთს იცნობდით? არა, სუფრაზე გავიცანეთ ერთმანეთს და იქ ჩაგვახუტეს მე. ერთმანეთს ნუ ქართული სუფრა არის თავის თავად. ხო და მე ამება რომ დაგვიჭირეს ერთ იმაში გაგვიყვანეს. ყველა ერთ საქმეში გაგვიყვანეს. ერთ საქმეში ნაცნობი, უცნობი. ერთმა ბიჭმა დაურეკა როგორ მახსოვს ის დაიღუპა რა, ის ბიჭი რა. დაურეკა რა, ჩემი ცოლი ძმები არიანო და ორი ძმებს დაურეკა რომ აქავართო და თქვენ სადახარ და კაკრასში მოვდივართო. ამ გზაზე ვართ და მოდი ამოიარეთო, გაიგე? სუფრა გაშილი. ეს ორი ძმა პირდაპირ პუხ მიაყოლეს. ეგ ეს მიაყოლეს. გამლელების, გამომლელები. გამომლელები ვინც მოვიდა სუფრა დარჩა, უბრალოდ ადრე რომ მოსულიყო, უფრო მეტ ხალხს დაიჭერდნენ. აჰა. მაგრამ 26-ში რომ დაგვიჭირეს 24 დავჭით, გაიგე? ტრაპეზის სუფრიდან ხალხი გავეცალეთ, გავედით, რაღაცები. იცი რას ვერ ვიგებ? მე რეკამე რომ რა უქნათ ამ ხალხს? არაფერი არა აქვთო, ის არა აქვთო. იქიდან რაღაც ძანებებს ვიღაცებს ელაპარაკებინდა და ყინწვის მონასტრიდან ქარელის პოლიციამდე 1 საათნახევარი გვატარეს. 20 წუთის სავალია 25 წუთის მეტი კი არ არის. ნახევარი საათი ვთქვა, რა ვარ შემეშალოს. იმდენი ხანი გვატარეს ამ მანქანებში დაჯდნენ, იქ ჩვენც ჩაგვსვეს ამ მანქანებში, ჩვენ მანქანებში, თავის მანქანებშიდაც რაღაცა და ჩაგვამწყრეს პოლიციის წინ ეს. ქარელის პოლიციის წინ. ხო, შეგვიყვანეს ეზოში, ჩაგვამწყრივეს. წაიყვანეს რამოდენიმე კაცი, იქ გოგუაძე იყო, გუნდიშვილი იყო, რამაზღვალაძე იყო, პირველი ესენი წაიყვანეს რა, 3-4 კაცი. ბიჭო, მოდის ქარელის პოლიციის უფროსი მოაქვს ბოთლებით წყალი, კოკა-კოლას ბოთლებში. წყლით სავსე ბოთლები. ბოთლები რა. მე მაიცა რა გვარი იყო. ადრესი გუას დაცვაში იყო მაგ პოლიციელი. მაგი რა ხო არავი მე გამახსენდება არა არა რატო ვიძახი იცი ამას და მესმის იქიდან ტკივილი წივილი პოლიციის შენობიდან შენობა სადაც რამაზ ყველაზე შეიყვანეს და ეს ბიჭები პირველი შეიყვანეს და ესე და ჩვენთან ხოდ განანეს სპეცნაზელები და ამ სპეცნაზელებს აცვიათ ესეთი ხელთათმანები ამაზე რკინებია რა ხო რაღაცა არის რა თითებ გადაჭრეს და ჩვენ ხო ვდგევართ აქ დანარჩენების იქ გვესმის კნავილი, კნუტუნი, წივილი, ვაი დედა, ვაი მამა, ვაი ბებია, ვაი ბაბუ. საშინელი ხმები გამოდის. ჩვენ ადგენ ბიჭო და ამ ჩექმებით ბიჭო წვევებში გვირტყავენ და ესე ამ ჩამწკრივებულ ხარ. ხო, ჩამწკრივებულ ხარ და წვევებიდან სისხლი მოგდის. რავარი ტკივილია წვევში რომ ჩექმას დაგარტყავს. ჯერა, ესე იგი არც გეუნებიან, რატო დაგატყავ? არაფერი არ ერთი გითხეს სამშობლოს მოღალატეებია და გირტყავენ წვევებში. წვევებში გვირტყავენ რა, იქაც ეგრე გითხეს და აქ მე აღარ გვეუნებიან, აქ პირდაპირ გვცემენ. წვევებში გვირტყავენ რა და ბიჭო უნდა თქვა რა სიმართლე რა. აი, შეგიძლია არა, მე ყველაფერი თქვი რა. არა, მე ყველაფერს ვიძახი, მაგრამ იქ ორი გამორჩეული კაცი იდგა რა. წესიერი კაცი რა. ამ სპეცნაზიდან და დამიძახეს მე მოდი აქო. ამათ ღმერთს კარგად თხოვე. მაშინ კიდე ზონასტერში და მოდი ჩვენთან ერთად დადექიო რა. აქ დაგვიდექიო. აღარც რომ დაგვიჭირეს სიგარეტი იმ მაღაზიაში სადაც გავაგზავნეთ ხალხი
ის იყო რა, ასტრა თუ პრიმა იყო, აღარ მახსოვს და ის ამოიტანეს 4 პაჭი სიგარეტი არ აქვს და რომ დაგვიჭირეს შეხედეს ასტრა და რამე და იქ ერთმანეთში ყვებოდნენ კაცო, რისი გადამტრიალებელი ზოგი კეტებით არის მოსული, ზოგი მაიკებით არის. ასტრა აღჯიბეში. რისი გადამტრიალებელი რა გადატრიალება სახელმწიფო და იმან უთხრა მეორემ ჩვენ გვითხრეს რომ გავაკეთეთო და დამაყენეს რა სიგარეტის მომაწევინეს, წყალიც დამალევინეს, მაგრამ იმ ორმა კაცმა რა, მე მადლიერი ვარ. ადამიანს არმა დაუკარგო მადლი. მართალი ხარ, კი ბატონო. თუ ხარ შენ წესიერი ადამიანი და მართლმადიდებელი კაცი, მადლი, კიდე პოლიციელი იყოს და კიდე შენი დამკავებელი იქ როგორ მოიქცევა, ისე უნდა თქვა კაცურად და მე დღესაც მადლიერი ვარ მაგ ხალხის სახელები არ მახსოვს, მაგრამ სულ რომ ჩემთან მიმართებაში კარგად მოიქცე. ამა და მე აღარ შეგვიყვანეს ჩვენ ისინი, მე სასტრაფოები მოვიდა. იმიტომ რომ იმპაქტი მიიღო იმან ერთმა მეორემ იქა ცემების დროს ისეთი წამებები და პიტკები ჰქონდათ და რომ მოვიდა ეს სასტრაფო ისინი წავიდნენ და ესენი გამოდიოდნენ და ეს იყო სამეგრელო სპეცნაზი. სამეგრელო სპეცნაზი ჩამოიყვანეს კარიერაში. ჩამოიყვანეს გონი გვარი თუ არ მეშლევა ქარდავასი თუ ვიღაცები იყვნენ ამ სპეცნაზში რა. კი ბატონო. ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ვიცი რომ სამეგრელო სპეცნაზი იყო და ისინი ვინც იყო, ნუ ნაჩალნიკები იქ. ერთი მაღალი იყო ქერათმიანი, როგორ მახსოვს, ერთი დაბალი. და ახლა ჩემთვის პორშე მოყავთო. ალბათ კარგათო ჩაატარა ოპერაცია. და პორშეთი მიდივარ სამეგრელოში და ზეგ დავბრუნდებიო, ამას ეუნება ამ მაღალს რა. უთხარი რა სპეცოპერაცია ჩაატარეს რაღაცა და მოვიდა მე სამხედრო ავტობუსი. სამხედრო, აი თქვენ რო გაცვეთ ეგეთი ფორმის ფერის ავტობუსი. მე მგონი ეს უკვე იცი რომელი ავტობუსები იყო სააკაშვილის ცოლმა რო ჩამოიყვანა ფული რო იშოვა ჰოლანდიური ავტობუსები მე გაკრასკეს ეთყობა სამხედრო ავტობუსები და ესე იყო 5 საათი დაახლოებით რომ 6 რაღაც წუთების შეყვარეს და წამოიყვანეს ქალაქის სამმართველოში თბილისში აბა იქ დაყვარეს იქ ქვეყანა ხალხი იყო 26 მაისს დაჭერილები ისე თქვენც მათთან ერთად მე მიგვაყოლეს რა მათთან ერთად ეგრევე მიგვაყოლეს ბატონ ტრისთან და დაყვარეს და იმ იქ წართმეულ ჯოხებს თეთრი ჯოხები იყო ისე პლასმასის. აქ 26 მაისს. აი სტარტმეულ ჯოხებს აპა გვირტყავენ, აი იმას რო ურტყავენ სახედრებს და საქონელს მეველე. აი თქვენი და თქვენ ამ ჯოხებს. ხო და ბიჭო თან მეუნებიან და ეხლა იმღერე ბელაჩაუ რა, ბელაჩაუ პირველად გავიგე სიმღერა მაინც. პლასტიკ აგრიეს ამ ხალხში. ამ ხალხში აგრიეს მიგვა. და მორჩა აი კინტვისი 26 მაისს. არაფერი მაგაზე არ მიდის ლაპარაკი და დაგვიწყეს ცემატყეპები რაღაცა თან სუდათ თავარ კაცო ვეუნები ბიჭო წამალი მომიტანეთ ექიმი არა ყავთ აქ რაღაცეები და არავინ ყურადღებას არ გაქცევს თო დიდი აი იმის შემდეგ რომ აი უყურებ წაქცეული ყავი წყავს თუ მოგაწინა ტუალეტში თუ გაგიყვანდე რა ყველა რა და შეგვიყვანეს დაკითხების დასაკითხად რა გამომძიებელია და ვიღაცა გოგოა კიდე ერთი და მეორე ახალ ბიჭია რა კაცია რა ბიჭია და მეუნება გინდა თუ არაო აგერადესო ჩვენებო და ამას უნდა მოაწერო ხელიო შენ არაფერი არ გითქვია შენ არაფერი საერთოდ არაფერი რა დაგიწერია არაფერი რა ჩვენ უბრალოდ იმათმა დაგახოდეს გამზადებული ყველა მე ვთხარი რა დაგითხვის ოქმი ხო რაღაცა მე ვთხარი რა უნდა მოვაწერო ხელიო იცოდეო ეხლა მედივარ ჩვენ სახში ჩხეკვაზეო თან უყურე ტყვიები უდებს და შპრიცით წამალი ჯიბეში დადება უნდათ ჩვენ სახში კიდე რომ შენ უნახევ რაც თუ არ მოაწერ ამას ხეს რომ რა მოგივა რა ხელა იმას მოგწევენო სროქსო ამ მაშინ ხო შეკრებითობა იყო რაღაცები და ტყვიაც ალგ რამდენი ტყვია იყო მე დაგეთვლიდან ხო რამდენი კუბი წამალი იყო იმას კუბი იმას დაგეთვლიდან ამიყვანდნენ 100 წელზე მგონი შობელძაღლები კიდე და მაბატია სუფალმა და ცოტა იუმორითაც ვლაპარაკო მაგრამ თან გასაგებია თქვენ იმ დროს როგორ ვიქნებოდი და რა მდგომარეობაში ვიქნებოდი ხო წარმოგიდგენიათ შევარდნენ სახში თქვენთან დილით თქვენთან ხო თქვენ ქალაქის სამმართველოში ხართ მე ქალაქის სამმართველოში ვარ აბა ეს მოხუცებული მშობლები რამე ჩემი და თოთო ბავშვით არის წამოყარეს აბა ისა ეხლა რომ გაიგეს გვერდზე ნათესავები მეზობლები იმემა ყველა შემოვარდნენ სახში და უყურებენ ვაკ წამალი არ დადონ და რაღაც არა იმაიმუნო უკვე მიხვდე რა რომ მოდის პოლიციელი ხო ეს აპრობირებული მეთოდი იყო. ეს ცნობილი ფაქტი იყო. ცნობილი ფაქტი იყო დებდნენ სახში. წამლის დადება, ტყვიასი, შეიძლება იარაღის დადება. ხო და ყველა უყურებს ხელში რა. არავინ არაფერი დადოს. ხო და ეუნებიან ეგ კი ცხოვრობს, მაგრამ ეს ამის სახლი არ არის, კაცო. ჩემზე ეუნებიან, ხო.
ჩემი დის იყო რა ფაქტიურად ეს სახლი. და შენ დასაცხოვრობდი შენ? ხო, მე ვცხოვრობდი ჩემდასთან. იმიტომ რომ მე სანამ დამიჭერდნენ ბანკმა და იმემა გამაყიდეს. ო, რა თქმა უნდა, ხაზარაზე მაგის ხო, TBC ბანკმა. TBC ბანკმა. მაგის პროფესიონალი. ხო, იცი რატო ომი რო დაიწყო, რაღაც საქონელი მქონდა ჩამოტანილი და ომი რო დაიწყო, ყველაფერი მოკვდა რა. იმაში და ისეთი საქონელი იყო, რომ ხან ისე უნდა ყოფილიყო, ხანაზე ეს კრასკები ამოშრა, გაფუჭდა. ანუ ზარალი განიცადა. ზარალი განიცადა, წერდი უთხარი რა. და ბანკმა დაგახშო. ხო, არც შემოსავლების სამსახურმა არ გვაინტერესებსო რა, არც ბანკმა, არაფერი. როგორც ხდებოდა რა. ეგრე ხდებოდა რა, მასიურად. ხო, ბატონო ტრისთან რაღაცა და მითხრეს რა ბოლოს რომ მოვიდნენ, ვერაფერი ხო ვერ ნახეს ახლა ჩემთან სახლში რა და ვერც დადეს ვერაფერი რას ნახავდე, რაც არაფერი მქონდა და ესეთი რამე მითხრეს რა მე იმ ჩვენებაზე რო არ მოვაწერე ხელი, მითხრეს რომ თქვიო მეუფეიობი და საპატრიარქო იარაღს გაძლევდათო და გიშვებთ. მე ვთქვი ხო არ გაგიჟდით რა მეუფეიობის იარაღი, რა საპატრიარქო იარაღი. თან არ მიდეს ჯიბეში მე ვთქვი რა იარაღი, რის იარაღი. არ ვაწეხეს. ეს გოგო ეს ნაგლი რა. მეუნება ისე დაგანგრევო. გოგო გეუნება? ხო, აქო, შემო. პოლიციელი გოგო. პოლიციელი გოგო. მე ვთქვი რა გინდა გოგო ჩემგან რა დაგიშავე სადმე შევხედრი როარ თან გაიბო თან იმას ჩამირთეს უნდა განახოთო რა შვებოდით 26 მაისს სახელმწიფო გადატრევდა რა სახელმწიფო გადატრევდა მე ვთქვი მე ყინწვის მონასტერში ვიყავი საერთოდ არ გამიგია 26-ში გავიგე 11 საათზე რო აქ დარბება მოხდა რა საერთოდ არ ვიცი მე ვთქვი ისის მამოვემა გვითხრეს ბიჭებს მე ვთქვი ეს მაგრა ნაგლობდა ეს გოგო ეს მეორე გაუმძიებელიც რა ეს ბიჭი რა მოკლედ და თელი ამბავი იყო რა და არა და არ დავწერე რა არ დავწერე და მე მივეცი ჩვენება როგორც იყო სიმართლე ხო სიმართლის გამო ფიზიკური ზეწოლა ხო იყო ფიზიკური ზეწოლები როგორ არ იყო ჯერ სახში არ არის მაგრამ ფიზიკური ზეწოლები იყო და მითხეს ოჯახს გაგინადგურებთ შენ იქიდან ვერ გამოხვალ ცოცხალი და ესეთი რაღაცები ქალაქის სამართლებში გეუბნები. ქალაქის სამართლებში მე-6 თუ მე-7 სართულზე ვიყავით. 3 სართულზე დავყავდით რა, მე-6, მე-7 და მე-8 რა, როგორც მახსოვს რა. არაფერი მე ჩაგვიყვანეს კაპეზეში. მაშინ მოიყვანეს მე რამაზღვალაძე ჩემთან და რამაზღვალაძეს ჰქონდა ხელები და ესენი. ჩვენს ნაცემები ვიყავით, მაგრამ რამაზღვალაძე იყო დენზე შეერთებული, უკვე იქ წაიყვანეს. უშროებაში. მოდულის შენობაში და ხელები და ფეხები ჰქონდა დამწვარი. დენზე იყო მიერთებული კაცი. ხო და იმ წამს მე 2 დღის შემდეგ გამოგვიყვანეს თუ 3 დღე გაგვაჩერეს იქ კიდე. უკვე აღარ გკითხავდნენ, აღარ ჭირდებოდათ რა, უკვე საქმე შედგენილი ჰქონდათ, მოფიქრებული ჰქონდათ. წაგვიყვანეს პირდაპირ საქალაქო სასამართლოში და ორთიანი შეგიძლია 15 წუთში მოგვისაჯეს ორთიანი წინასწარი პატიმრობა, არც გვალაპარაკეს. ერთს დაუძახა რა, იმას დაუძახა. მე რომ მეუნები რუსეთის მომხრე ხარო, პროკურორებს უთხრა რა, ერთი ჭარბაძე იყო ირაკლი. მე ფილტვი ამოაჭრეს მაგას იმდენი ცემებისგან, სიმსივნე ჰქონდა და რო გამოვედით ოპერაცია გაუკეთეთ რა, მე და გუნდიშვილი ვიყავით იქა და რაღაცეები რა. ეს ურტყავდა სულ ჩამოკიდებული ყავდა ყოველ იმაზე. ეს ისა ჭარბაძე ხო? არა, ეს ჭარბაძე და ის ურტყავდა, ეხლა რო გამოვიდა რეჟიმის უფროსი რო არის. თუ რა გვარია თო ფაცაცია გამოვიდა ხო ეხლა გამოსულა გაუთავდა ვითომ წინა და ერთი და იგივე ადგილას ურტყავდა და ფაცაციის ყო ჩამოგიდებული ფეხები ხო ხარა ხელით კიდებდა ეს სახეზე და ეს აწეული ხო და იმ ადგილაში ურტყავდა იმ ფილტში და იმაში როგორც ყოველი დაშლის დროს ხო გამაგზავნეს შეყვანა იყო ჩემი და დამტვრევა და ცემა გაიარე დერეფანი კარიდორი რამ დერეფანი ეს დერეფანი იმდენჯერ გამატარეს იქ იმაში კარანტინში ბიჭო რო ავყავდით ბატონო ტრისთან იქ ხო იყო თელი ამბავი ჯერ იქ შემოვარდებოდნენ დაგლეწავდნენ ღამე დღე მაგათვის პრობლემა არ იყო როდის ხცემდე რა როცა გაუსწორდე როცა უნდათ გაგიყვანდნენ საღამოს 7 საათზე მეუნებიან ადვოკატია შენი მოსულია 6 საათზე იქ 6 საათზე იკეთება ციხე დაჟე 5 საათზე უკვე ვსიო აღარ 5 საათზე თავდება ყველა აღარაფერი აღარ იყო გავყავდით ოფიცრების ოთახში
ბატონ ტრისთან ჩემცემას რა თქმა უნდა 6-7 და 8 კაცი. 7-8 კაცი გცემდა. 6 კაცი, 7 კაცი, 8 კაცი, 5 კაცი, რავი რა, ვისაც არ ეზარებოდა. ვისაც ესე იგი ხო, ვისაც ხელი მოეფხანებოდა. თან რა უნდათ, იცი ბატონ ტრისთან, ახლა რასო ვფიქრობ, რომ შენ დაცემულიყავი სულით რა და რა გატეხილიყავი რა. გატეხილიყავი ყველანაირად მონამორჩილი ყოფილიყავი. რაღაცები და თან რო ვატყობდი ახლა რო შევდები ეს ნაცნობი არის ჩემთვის ხო და თან ხო ვატყობდი სხვა კამერებში რო შევყავდით იქ უცებ შიფრავდი ახლა რა ასეთ კარი გადაადგილებებს კამერას ამდენ ხანში შეჭლიდნენ კამერას არ შლიდნენ კამერებს არ შლიდნენ მე მშლიდნენ წამიყვანდნენ შენ გადაგიყვანდნენ კამერა არ იშლებოდა არა კამერას იქ ასეთკა მაინც ჭირდებოდა ეხლა ხო ეხლა სადმე უნდა ერთად ხوار შეყიდე ყველან ასეთკა სადღაც ორი ცალი მაინც უნდა ყოლოდა და შიფრავდი და ვეუბნებოდი ამ ახალგაზრდა ბიჭი გაყავდით ერთი ახალ ბიჭი და მოდია და სილა გაცნო ვეუბნები ბიჭო ვიცი რომ თან გაძალებენ და უთხარი ესე ლაპარაკობს და აღარ გწევენ მე უთხარი რა მეწოდებოდა შეფუთე რაღაცა ხო შევფუთე და შეთვითონ შეგეცოდა ეს ნასეთკა მეწოდება ხო ბიჭო ახალგაზრდა ბიჭია ბიჭო რაღაცა ჯართი ქონდა მოპარული რაღაც 20 კილო რა 20 კილო ჯართი მაშინ იყო 20 მაინც არ იყო და ამ მოდის ბიჭი ამ ხელას როგზე რა რაღაც ჯართი და ნასეთკა გახადეს ხო რა იმიტომ რომ მე ხო უყურებდი მე ხო შეიძლება დავდიოდი ვინც არ აწერდა ხელს იქ აყავდა ზემოთ ვინც არა იმას სისხლის გუბეებს უყენებდნენ გინდა თუ არა ქურდებში აგინევა მეონებია ბიჭო მე უთხარი არავის არ გაგინებთ რა გინდათ რატო უნდა შევაგინო ქურდებს ახლა ქურდებ თუ ბიზნეს ეძებენ ესე როგორ გცემონ რა ხო როგორ მცემონ და როგორ გამო მე უთხარი ქურდებ თუ შევაგინე მე უთხარი თქვენ თუ გადაგიჭი მე ისინი მომკლავე როგორ გინე აი როგორ სიტუაცია რა გინდათ მე უთხარი ან ყველასგან ან ჩემგან რა გინდათ ვინმეს გზა გადაგიკვეთეთ სახელმწიფო მე უთხარი დაწესებულებასთან არ მისურვარ და არ დამიკაკუნებია მე უთხარი და ერთი არანაირი შეხება არ მქონია არა მქონია მე უთხარი არც არაფერი ეხლა რო უყურებდი რა ბიოტექნიკას და იმას ესოდენ ეგ რო გამეკეთებია ეგ მკვდარი ვიქნებოდი ეგრევე მომიშვებდნენ აკაემს და აკაესუს და რავი ყველა გადაგცხრილავდნენ ყველას ეგ რო ჩვენ მიშაზროსო ეგ ვინმეს გაიკეთებინა ბიჭო და შეტევა პარლამენტზე და იმაზე და სახელმწიფო დაწესებულებაზე და ჩათვალი მკვდარი იქნებოდი ეგრევე რა თუნდოდა მაგას გამართლება და მეორე რამე არის ახლა ხო გეკითხებიან აქ რაღაცებს გეკითხებ ცემენ და მე კარცერის ოფიცერი არ მიღებდა რა უკვე რა კარცერს შევეცოდე რა იმას რა მართლა კაი კაცი იყო ერთი რა მეორე არ ვარგოდა ის ორ დღეს მიმატებდა გაიგე რომ ჩამოყვა ერთეულები იყო ეგრე და რომ დავინახე ერთხელ ხო იცი სოძზე და მე არ ყოფილა რა არ ყოფილა ბიჭო შენ იყავი ორ დღეს რომ მიმატებდი და როგორ იმაშივდი და შიშრები გახდნენ ხო იცი მე შიშრები ხო ახლა მე ესე იგი და ეს რომ მოხდა ეს ყველაფერი ახლა ხო ყველაფერი და ბიჭო კარცერი არ მიგეთეს მაგრამ ხო უნდა გამიშვან კარცერში კარცერი არ მიგეთეს კარანტინში ხო ვიყავი კარანტინს ხო შლიდნენ კი ზემოთ კი აღარ მივყავთ ისე კარანტინში მავრუნებდი ისე უკან კარანტინში და მე კიდე მეცემედე კიდე მეცემე და ეს ყოველ ესე იგი და ოთახი იყო ყოველ დაბრუნებაზე და კარანტინის დაშლაზე გადიოდი ამ დერეფნებს სულ გავდიოდ და მე როგორ იყო იცი ეხლა ეს ჩემი თირკმელები თუ მაწუხებდა ეხლა მაპატე ტელემაყურებლები რო იცოდეთ ვიფასო ტელემაყურებლები ახლა ბატონისაზე რაც ყობა დერეფნები რა დერეფნები იყო ეს რო იცოდეთ თქვენ დერეფნები ჩვეულებრივი ის კი არ იყო კამერები არის და იმ ლოკიტაებით აშენებული დერეფნები ეს იყო ცოცხალი დერეფანი სადაც მარჯვენა მარცხნივ იდგნენ სწორედ ეს ზონდერები და იქ ერთი 10 მეტრში იჯდა ერთ-ერთი ესე იგი იდგა მაგიდა და იქ იჯდა ერთ-ერთი დიდი ესე დაკუნთული ისა რა ქვია რომ მეტყვი აი ესეთი კარგი ციხის უფროსი რეჟიმის უფროსი ყველანი იქ იყო ამ დერეფნებში იმიდან ციხეების დეპარტამენტიდან მოვლენილი ხალხი კიდე ამ დერეფნებში ეხლა როგორც კი გააღებდნენ კარანტინის იმას საკანს და გამოხვიდოდი ხო და დაიზახებდნენ გვარცასახელს და მუხლი უნდა გეპასუხა უნდა ვისულიყავი სწორედ იმ 10 მეტრი უნდა გაგევლო ცოცხალი დერეფანი რომ ვისულიყავი მაგიდის ბოლოში და შემდგომ თავი არ უნდა გეწია კიდე და ამ დერეფანში თუ ნელა გეივლიდი იქამდე ვერ მიახსევდი იმიტომ რომ ზოგი ხელკეთს გიტყამდა ზოგი წიხს გიტყამდა ზოგი მუშს გიტყამდა გაიგე და მithumedes თავის არეში და გვერდებში გიტყამდა ამიტომ აი ესე უნდა მოგეკიდა ხელი თავზე აი ესე ჩაკეცილიყავი და სირბილით ვისულიყავი იქამდე იმ მაგიდამდე რომ ბევრი არ მოგხვედროდა აი ეს არის ის ცოცხალი დერეფანი რომელსაც ახლა ბატონის ასაყუება და ბატონმა დასამ რამოდენიმეჯერ გაიარა ეს დერეფნები ხო და ეხლა როგორ ხდებოდა იქ ხო იყავი და გეოვნებოდნენ რა მუხლით ზიხარ რა
ძლივს დავიმახსოვრე ეს 315 მუხლის პირველი ნაწილი და არ იცოდი. შენო ჩვენი ადგილი გვინდოდა და მე დამახტებოდი მიყავდი. რა შენი ადგილი მინდოდა, რა მინდოდა, მე ვთხარი თუ ოფიცრობა მინდოდა, უნივერსიტეტი დამთავრებული მაქვს, ისა მაქვს დამთავრებული ყველაფერი. ოფიცერი ვერ გავხდებოდი, კაცო. თქვენ გახდით ოფიცრებითო? უწიგნური ხალხი. უწიგნური ხალხი და მე წიგნი მაინც მაქვს წაკითხული, მე ვთხარი თქვენზე. ერთი წიგნი მაინც მაქვს თქვენზე მეტი წაკითხული მეთქი და მცემდე რა. იქ იყვენ ახლა უბრალოდ არავძებნი რა, მამაო მითხარო არ მოძებნოო რა. თუ შეგხვდება მე როგორც გადაწყვეს ქართველი ახლა თუ შემხვდა ის სადმე, იმას ნაღდად ვცემ რა. იმას დავამტვრე, მე უთხარი გენერალურ ინსპექციაში რომ გამოვედით, მე უთხარი რომ მე მეუთხარი არ ვეძებ, მაგრამ ამ ხარ სადაც შემხვდებიან. დავლეწავ ძმაო. როგორ შემელება და იმიტომ რომ ჯანმრთელობა წამართვეს. იქ ყველა დედა დიაბეტიანი გამიხადეს, მამა ავამტყოფი გამიხადეს, დასნერვოზე დაამართა, ოჯახი. მეტი კი არ ამყავდა. სასამართლოებზე როგორ დაყავდით ბატონო ზაზა? სასამართლოებზე იმაში კანარეიკაში გვსვავდნენ, ოღონდ ის რო იყო ზილები. მარშრუტკები არა, ჩვენ ზილებში გვსვავდნენ. ზილებში გვსვავდნენ, მივყავდით, იქ ჩაგვიყვანდნენ, თანამდენი ხანი გვაჩერებდნენ იმ ჯურღუმის სასამართლოს ჯურღუმლებში. ხო. იქ მოყავდათ ყველანაირი მასტის ხალხი, კაცო. ზოგი ეს წამლისგან რო არიან გათიშულები და ვიფსავენ და ვერ იგებენ და კარო გაზდით მაპატიოს მაყურებელმა და ყველამ ეგეთი ხალხი წავდათ, ავამტყოფი ხალხი ყავდათ ციხეებში გამომწყვდილი, როცა მკურნალობა სჭირდებოდა იმხას და ვინ იყო მაგას მკურნალობა, გამგონან. ბატონ ტრისთან 6 კბილი ამომიღეს, ტყიო და რომელსაც უნდა დაპლომბა. ციხეზე. 6 საღი კბილი ამომიღეს, რომ ანალგის მაძლევდა და არ მიყუჩებდა და მაშინო დაწერე რომ ამოიღებო და მაპატი ამ სიტყვაზე ჟარგონზე ვინუშდენ ვიყავი რომ დამეწერა რომ იძულებს ხდიდე რომ ამომეღო კბილი რა და მეუნებოდი ბიჭო ამას დაპლომბა უნდა არ უნდა ამოღებო და გადამირჩება კბილი რა. არაო. თან საჭმელი ბატონო ტრისთან, მწვანე ფერი. საშინელება იყო. მწვანე ფერის კომბიჟირი იყო, დასხმული იმდენი, იმას რა შეიძლება. პერლოკავზე. ყველაფერზე ბატონო ტრისთან, მე მაგ საჭმელს მე ჯობდა რომ შიერი ყოფილიყავი და შიმშილი, თან მარხვებსაც ვიცავდი, ვასრულებდი ამ იმეებს. საჭმელი არ იყო და მარხვა ისედაც დაცული არ ქონდა, კაცო? არა, ხო იყო, მაგრამ ეს საპატრიარქოს ოთხშაბათ პარასკევს რასაც გვიგზავნა საპატრიარქო და მე თევს შაბათობით ეგ იყო ჩემი საჭმელი რა, საპატრიარქოს ეძახოდე რა. რამდენად მართალია მე კი, საპატრიარქო. ვიცი, მაგრამ საპატრიარქო აგზავნა. როცა ის იქნებოდა და ისა და ეხლა თუ მე რამე მაწუხებს, საერთოდ ჯანსაღი შევედი. ეხლა მაბადიეთ მე ჯანსაღი შევედი. ფორმაში მეწერა ყველაფერი. ეს თირკმელები თუ მტკივა, სუ ფაცაციას დარტყმული ხელის გამტკივა. ამათი ნაცემი და მე ბოლოს რო გაყავდით, ოთახი იყო გამანაწილებელი. იქ რო სანამ შეგიყვანდნენ ფაცაცია აკეთებდა ყველ უდარს. პირდაპირ თირკმელში და ფილში ხვდებოდა რა. ეხლა მაპატიეთა მაინც გააგზელე, იმიტომ რომ მე მაინც ტელემაყურებლებს უნდა აუხსნა. აი ამ სწორედ კვებასთან დაკავშირებით რა. ეხლა ძვირფასო ტელემაყურებლობა ბატონმა ზაზამ ახსენა კომბიჟერიანი პერლოკა. ეს იყო საშინელება. ეხლა მე ამას ვიტო ვიცი ეს ყველაფერი, მეც მომიწია ეგ 4 წელი და 5 თვე და სააკაშვილის დამსახურებით ეს ყველაფერი ცხოვრება. ეს არის კომბიჟერი. რომელიც აიყო საშინელება. ეხლა ნახეთ რა ხდებოდა, დილას პურსო დაარიგებდნენ, პურს არიგებდნენ. იქ ეს ეგრეთ წოდებული კარმუშკა ქვიო და კარმუშკას გააღებდი და უნდა მოგესწრო პურის აღება თუ რა შემოგიგდებდნენ კარმუშკას, ესე ძირდა იმაზე ვარდებოდა, ბეტონზე ვარდებოდა ეს პური, კაიგეთ ასე. ამ კომბიჟის რო დაგისხამდნენ იმაზე ჯამზე, პლასმასის ჯამი იყო, პლასმასის კოვზი ქონდა. და პლასი თუ ამას რო სადამ თბილი იყო, არ შეჭამდი, ხო? ის მე იყინებოდა ესე და კოვზის წდებოდა და აი იმასავით ხელებით გვიწევდა შეჭმა, ხელებით უნდა გვეჭამა, იმიტომ რომ აბა შეერი ხარ მოგდებოდით და ეს კომბიჟერი იყო საშინელება. იმიტომ რომ აზიანებდა ღვიძლს, აზიანებდა კუჭს და სასაული ხდებოდა, კაცი მუცელი გებერებოდა და ხელები გიწროვდებოდა, გაიგე? ამ კომბიჟერის აი რა, მოდი ესეც ავთქვათ რა. და პურსო გატეხავდი, ყვითელი ტარაგნები ამოდიოდა. აი ეს იყო, ამას გვაჭვენენ და ამას სველი იყო პური და გულს არ ავჭამდი, ქებს ჭამდი. აი ამას ამბობს ახლა ბატონი ზაზა, გააგზელე ბატონი ზაზა. ხო და ახლა ხო ამოდიოდა და მე რა სადისტები იყვნენ. იქ რო წერდი რომ სახლიდან რომ გირიცხავდნენ 30 ლარი იქნებოდა 50 ლარი თუ რაღაცა და 100 ლარი, ანუ ვიღაც მეგობარი ჩაგირიცხავდა. იმაზედაც პრობლემა იყო, თუ რაღაცას გააკეთებდი, всё გიქრობდნენ, სიგარეტი არა, ტკბილი არა, ისა და მე რო ჩადიოდნენ ახლა მეუნებოდი იმას, რომ ვაგზავნიდით, რომ ამოეტანათ საკვები, მე ვთხარი, რომ დავკეტონ.
აი პატიმრები ხართ, მე უთხარი, თუ არ იცით, გაგებული მაქვს რა, უფროსი თაობის ვინც ადრე მჭდარა, მე უთხარი, მე პირველად მოხვდი ახლა, მე უთხარი ციხეში და მე ვიცი ესა და ამოვიტანოთ ტკბილი, სიგარეტი, კამფეტი, კოწახური, რაღაცა რომ საჭმელი მოგშვიდება ტკბილს რომ მიაყოლებ, ან ნამცხვარს მიაყოლებ, ის მოგიკლავს წყურვილის ჭამისას. მე უთხარი ბატონ ტრისთან და ეგრე გამოვალ და ვა, ეგრე კაი რამე გვასწავლეო, საწავლე. აი ლარიოკ რომ მოდიოდა რა. ხო, ლარიოკზე რომ მიდიოდა. იმას გვიკეთებდა მკვირაობით. ვერც ამოგქონდა და თუ რამე გადარჩენილი იყო, იმითი გავდიოდით რა პატიმრები რა. იოლად ადრე ამოტანილი ლარიოკიდან ახლა ყოველთვის ხო არ აჭამა რა ამას რაღაცას. საშინელებები იყო, რატო ჩუმად არ ახართ, არა და ხმას ვერავინ იღებდა. გვიგზავნდნენ რომ საწოზე დამჯდარიყავი, პატიმარი კაცი ვარ. დილის ერთი მაგიდა მიდგმული 6-იანში. ესე დგას ერთი პატარასკამი და აქ ორი პატარასკა, იმაზე პატარები. ისე და ზედამხედველი იხედებოდა ხოლმე. ის ყველანი, კაცო, ის კლუჩნიკი იხედებოდა. დილას პური რომ მოდიოდა, ფეხზე უნდა მდგარიყავი, თორე დედის გინებას რო დაგიწყებდე. იქ მე ერთხელა ვარ გასული პრაგულკაზე. გასეირნებაზე, პრაგულკას რო ეძახიან. იცი რატო? პირველად რომ მივედი, გავდივართო და წამოხვალო და შენი გულისათვის არ დაგტოვე და მეთქი გავალე ხა ბიჭებს როგორ და ჰაერი უნდათ რა. გავედით თუ არა, აბა ჩქარა თქვენი დედა, თქვენი მამა, თქვენი ცოლშვილი, თქვენი გინება წიხლებით. გინება, ჩქარა აირბინე და მე რას გაჩერებდნენ 10 წუთიც არ გაჩერებდნენ, უკანვე ჩამოსულიყავ ისიც გინებიდა. მე უთხარი ბეჭო, მე არავინ საგინებელი არ მყავს ჩემი ოჯახი, მე უთხარი არ დაგინახოთ ვინმე გაგახვიდე. ვარე რო გეთქვა, გასეინებაზე იმედ ვაკეთებ. თვითონაც არ უნდათ. არ ზაფხულში, არ ზამთარში, არ გაზაფხულზე, არ შემოდგომაზე, მაგრამ ბეჭო, გინება ხო, კაი, პატიმარი ხარ, კიდე გაგინებს, კიდე გწევს, შენი გეყოფა. აბანოში თუ შეყავდა. აბანო იყო, იცი როგორი? ნახევარი დაუბანელი გამოდიოდი. 3 წუთი. ხო, გახდიან, ჩაცმიან თუ 5 წუთში უნდა დაიბანო. კვირაში ერთხელ. ხო, კვირაში ერთხელ. მე ვთხარი 5 წუთში რა რობოტი ვარ თუ რა ვარ, რა მაქვს ესეთი როგორ უნდა გაიხადო. მე ვთხარი ბიჭოს ეგეთი რამე პირველად მესმის მეთქი რომ ის უთხარი მაყურებლებს ადვოკატთან რო გაყავდით და ადვოკატიდან რო შემოდიოდი ადვოკატა რო გავყავ ადვოკატი არ იყო ჩაიხადე ჩაიწიე აიწიე დაიგუზე ჩაიგუზე არა ადვოკატი ხო არ იყო ჯერ ადვოკატებთან ხო არ გავყავდით ავყავდით იმასთან კილერასთან იმაში ოთახში იქ ცემდნენ რაღაცეები რატო არ აღიარებ მე ვთხარი რა უნდა ვაღიარო კაცო მე ვთხარი არაფერი მე ვთხარი ერთხელ ავთქვი სიმართლე და მაგის გულისათვის ამდენს მაძლევენ კაცო 8 წელი მომისაჯეს 4-ის მაძლევენ 5 პირობითი მე ვთხარი ისე გაეცინა პროკურორებს რა ორ პროკურორს ესე უკვე სასამართლო პროცესები დაიწყო ხო უკვე სასამართლო პროცესი თან ესე იგი თან მეუნებიან თან პრესებში ხარ ხო პრესებშია თან მეუნებიან ამ კაცს დაადე ხელიო კაცო მე ვთხარი საერთოდ არ ვიცნობ შევხედე ამას ვიგეუნა მამის თოლა კაცია ხო პროკურორი მეუნებიან ამას უნდა დაადო ხელიო მეთქი არ დავადებ ხელს იმიტომ ჯერ არც ვიცნობ ვინ არის არ ვიცი რაზე დავადო ხელი მე ვთხარი რა რამე ჩემი ის არის მეგობარი ახლობელი კაი ხო რო იყოს და ვიცნობდე კიდე რაღაცას ვიტყვი ამაზე და რაღაცა მეთქი მე ვთქვი ხო არ გაგიჟდეს რომ მე ვთქვი რა ხელი დავადო აი იქ მიხვალ და ნახე რას გიზავენო იქ რომ მივდიოდი და ხელს არ ვადებდი სასამართლო პროცესებზე მე მოსამართლემ რა უთხრა იცი ჩემზე ის ქალი ვინც იყო ჩემი მოსამართლე ხო იმან უთხარ ეს ადეკვატური კაციაო არა ადეკვატურია და არა ადეკვატური არის ხო არა ადეკვატურია რეებს ლაპარაკობს კაცო და მე უკვე მომეშვენ რა მაგრამ სანამ მომეშვებოდნენ ხომ ცემდნენ და მაწვალებდნენ და მაწამებდნენ და რამდენი მოგისაჯეს 8 წელი მოგვისაჯეს 4 პირობით და 5 გამოსასწორებელი მე 8 წლიდან 4 მოგვიკლეს და დატოვეს 4 პირობითი 4 გამოსასწორებელი და 4 რა ქვია 4 წელი 4 პირობით და 5 გამოსასწორებელი. ხო და ეხლა რამდენი წელი მოგიწიათ იქ? 2 წელი. 2 წელი მოგიწიათ გდანის ციხეზე, ხო? გდანის ციხეზე. გდანის ციხეზე, დაგედრის სისტემაში. მე ვთხარი გადამიყვანეთ მეთქი და მაგაზე ისე მცემეს. გასვია, გასვეუნებიო. როგორ გვეუნებიო, შენ აქ უნდა მოგდეო, ფაცაცია მითხრა პირდაპირ. რასო არ მინდა ეხლა ტელევიზიაში ვარ და ისა, მაგრამ ვიტყვი რა, მაშინაც ვიტყვი. მაგას დავამტვრევ მაჯებს რა, სადაც ნახავ. მაგის ინვალიდს დავტოვებ ნახოს როგორ უნდა ჩემი ცემა და ჩემი ინვალიდა დატოვება. თირკმელი მე არ მივარგა ფილტვები კიდე ნაწამები და ნაცემი და ნაწამები კაცი ვარ და ყველაფერი თო ნაღველი არ მივარგა გვიწევ არ მომაძდა. ეს იქ დაგემართოთ დანის ყველაფერი რო გამოვედი ცოცხალი კაცი ვიყავი და ტემპერატურა არ მეზომებოდა 35 მაპატიოს. ღმერთმა გადამარჩინა და მე ექიმი მყავდა
ეს ბალახების კუნალი და იმან მიშველა რა. იქ მამიდა დამეხმარა ფილტვებზე რაღაცებს აკეთებდა, იქ კიდე ეს ვახტანგი დამეხმარა შერვაშიძე უწესერის კაცი, პროფესორი კაცი, მაგას ენაცოლოს ჩემი თავი, გადაურჩი, გაგიჟდა 5 თერმომეტრით გამიზომა, ბიჭო. 34 არ ამდის, როგორ დადიხარ ფეხზეო. 9 მმ ქონდა ღვიძლი გადადებული, აბა რო გიტყავენ, მაშინ იცვალე ჩექმებზე და ცემის დროს. მანამდე ჩუსტებით დადიოდნენ ეს ზაღლიშვილები. რეზინის ჩუსტებით. ხო, რაღაცეები, წაფოჩქები. ხო, რეზინის ჩუსტებით დადიოდნენ და მე ცემის დროს იცვალე იმას. იმა ჩექმას და ტუბს და რა ვიცი. კიდის ცხვირიანი იმას. ხო, რა ვიცი რა, ეხლა მაგათ ხო არ უყურებთ. კიდის ცხვირიანი. აი ესე დამადებინებდნენ ხელებს, ბიჭო, მეთქი ეს ახალი მეთოდი აქვს რაღაცას მიპირები, მაგრამ ვერ ხვდებოდი. ერთი ჩაუმიჯდა აქედან, მეორე ჩაუმიჯდა იქიდან, გვერდებიდან. თორ ამ ხელები იყვნენ, კაცო, არჩევდნენ თუ რა იყო. და ორივე ერთდროულად ჩამარტყეს ამაში გვერდებიდან ეს მუხლი. ხო. ავიწი ჰაერში. და ასე დამეჭირეს და ჩამომეხა რა ისა. და ჯვარი მიჩანდა რა. ჯვარი მეკეთა პატარა ხის ჯვარი. მეც არ გაძლევდნენ უფლებას. და ერთი ადგა რა ის მგონი წარმოშობით რუსთავ ქალაქიდან არის. იმას სადაც ნახავ კიდე. ზე ჯვარზე მაფურთხებდა თავზე და მე ფეხს მისვავდა. ჯვარზე გაფურთხებდა? და მე თავზეც. და ფეხს მისავდა. მე აი ფეხს ესე წაგისმებს რა. ეს ზაღლიშვილი ესა ვიღაცაა თუ. უბრალოდ არ ვეძებ, მაგრამ სადმე რომ ნახო, დავახჩობ მაგ უბედურს რა, მაგის გამო. რომ ჯვარზე მაფურთხებდა და თავზე მაფურთხებდა, მე წიხს მისვავდა. და როგორია, სუნთქვას ვერ იკავებ, ხო იცი როგორია. ესე რო გააკეთებ, უცებ რო ორი წიხლი მოხდება რა, ვარი ამეებში თოდი გინდა ჯერ ბოქსიორებს რო უსტარტყავენ რა არის და წიხლი რომ მოხდება, ამ ხელა მუხლი, ამ ხელა იმისი. სამწუხაროდ გაგვივლია ცხოვრება. 60 კილო ვიყავი და 60 კილოდან 51 გამოვედი. ცოტა მეტი ვიყავი, მაგრამ იმ პერიოდში ხო ხვდები რომ ვიკლებ და ვიკლებ რა, როცა არა გაკვება, არა გაქის, იკლებ რა და თან იმაშვები რომ არ გინდა რა. ექიმთან მთელი ომი მჭირდებოდა. მე რა გამიკეთეს ერთხელ ბატონტრისთან. ზამთარში დეკემბრის თვეში არ ჩამაწვეს მაიკა. მაიკაზე ისა მოსაცმელი კარანტინში მივყავდით რა და იქ ერთი ოფიცერი იყო, იმან დამინახა და მითხრა რომ იმას უთხრა ვისაც მივყავდი. გააჩერე მაინც რა მაცემინე ესო რა. ჩემთან შემოიყვანე ოთახში. ჩემთან შემოიყვანე ჯერ მაცემინე მე წაიყვანეო. ხო, მე წაიყვანეთო რა და ისეთი სიტუაცია იყო, იმან უთხრა დაანებე თავი რა გინდა რაც ეს ამას საწვალებენ. ანუ მაინც ერთი თან დიდი იყო იცი რამ ხელა. თან სახელი და გვარიც იცი ახლა სპეციალად არ ვასახელებ კაცო. იქ იციან ყველამ ვინ იყო და რა იყო, პროკურატურაში დევს რა მაგის ისენი რა. просто ვერ მივაგენი რა სახს მაგისას. კაი მე ვთხარი რა, ესეთი რაღაც და წამიყვანეს იმას და რო დაიშალა კანტი ხომ ცემეს. ყველა ხო წაიყვანეს იმაში. ეს იმიდან რა. საკნებში ხო გადაანაწილეს. მე დამაყენეს 1 საათი ქუჩაში თო. ასეთი შიშველი. დეკემბერში. შიშველი. დეკემბრის თვე იყო. წელზემოთ შიშველი რა. წელზემოთ შიშველი კი მარტო მაიკა მაცია რა არის, მარტო მაიკა თო ზამთარია დეკემბერში. თან მე გდანში დეკემბერში. ხო, თან ქარი უბერა. იმ ტერიტორიაზე ექიდან ზემოთ. ხო, თან ხო იცი როგორი ქარებია ბატონტრისთან და მე ვიღე ფილტვების ანთება. მოიკლეს თავი და არ მიყვავართ ექიმთან. მოიკლეს თავი და არ მიყვართ ეკიდან. მე მოვიდის გოგო, ბოლოს რომ მიხვდა რომ ვეღარ ვდგებოდი, მოიტანა ისა, ნემსი. ხო. გახსნილი იყო უკვე, წამალი ჩემ თვალზე კი არ გახსნა, არ გავიკეთე. მე ვთქვარი თქვენ ჩემი სიკვდილი გინდათ, მოიტანეთ, ამპულა, დახურული. ვიცი რაც უკეთდება რა ამ დროს, ფილტვებზე მე ვთხარი რა. ხო. სამედიცინო პრაქტიკაც მაქვს მეთქი და გავიკეთებ წამალს მეთქი. 5 უნდა გამეკეთებია და 3 გამიკეთეს, ბანუნდი არ დაამთავრეს, 2 რა. არ დამიმთავრეს, 5 უნდა გამეკეთებინა და 3 გამიკეთეს. არაფერზე სადაც წამიყვანეს და იქ მიწერია ვითომ კვილი ამომიღეს, 6 კვილი და მიწერია 2 კვილის ამოღება. დაჩინა გავფრთხილე. არაფერი ის თუ გაფუჭებულები იყო, ისე ჩაწერეს. ყველაფერზე საბუთები რომ მოვითხოვო. საღი კვილები ამოგიღეს რა. საღი კვილები ამომიღეს რა. ის სოფო ჯაფარიძე აქ უღებდა. მოხუცებული. გარეთ, ხო, მოხუცებული. გარეთ. მე კიდე ჩვენ ციხეში. დანის ციხეზე. ციხეში, ეთო მაგ პროგრამა მუშაობდა სოფო ჯაფარიძის. სოფოს პროგრამა ციხეზე მუშაობდა. ციხეზეც მუშაობდა, ალბათ. ეგრე გამოდის რა. ახო ამოუღდა არ ჩაუსვა და. ღიმილიანი საქართველო. ხო, ღიმილიანი საქართველო, თეთრი კვილებით. რაღაცა და ბოლოს ესეთი რამე მოხდა რა, 17 სანამ მოხდებოდა, 17 სექტემბერი და სანამ გავიგებდით. ესე იყო აგვისტოს თვე რა. და მოხდა ისე რომ დარჩათ რა რადიო ჩავრთეთ რა. ხო. რადიო ჩავრთეთ, ამ დროს ბიძინა, ბატონი ბიძინა გამოდის.
ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენ ესე, ჩვენს ძუხზე ვართ რა, ვიცით რომ ამათი საქმე უნდა წავიდეს რა. ქართული ხალხი ვერ მოითმეს ამდენს რა, ამდენ უსამართლობას რაღაცებს, ამდენი მშობელი რაღაცეები. იქ ვეუბნებოდა როგორ არ უთხრათო ხმამისე ქართულ ოცნებას. ჩვენ სპეციალურად ვაწვევოდით რა. სვიდანიები იყო, მამოებს ვეუბნებოდი, ჩვენ ოჯახებს გადაეცნო ყველა რაირაზმოს ქართული ოცნების გარშემო. მეტი ძალა არ ჩანდა მომგები ვინ იყვენ. ვინ იყვენ მომგები? არავინ. ბიძინა ივანიშვილი რო არ ყოფილიყო? ჩვენ ჩახოცელი მოვიქნებოდით ციხეში უკვე. ჩვენ რა მკვდრები ვიქნებოდი და ციხეში მოკლა. მეც რა მეკვირს კაცო ამ ქართული ხალხის და ბევრის ვინც ბიძინასა ეს უმადურობის გზნობა რა არის თო მე მადლიერი კაცი ვარ მაგისი და ერთი ორჯერ მითხეს რა გაგიკეთაო რა უნდა გამიკეთო გადაგარჩინა კაცო სიცოცხლე მაჩუკა ღმერთის შემწევედი ბიძინა მოვიდა ხელისუფლებაში და გადაგვარჩინა მაგას ვერ გამოვეშვეთ ჩვენ ციხედან დახოცავდნენ მაგერ ვერ მოსულიყო ჩვენ გვეუბნებოდნენ როგორც აქ უნდა მოვკვდეო აქ უნდა მოვკვდეო მეუბნებოდი ციხეში ციხეში იქნება შენი ისო და ხანდახან ჩემი ის კამერას ყოფდებოდი უყურებდი იმას რა როგორ გადიოდა ის მანქანები ავამტყობ რომ იყავდათ გეზბალინზე გადარცულები რა გაყავდათ სად გაყავდათ მე გაირკვავითო მაჭრიდან ნაწლავები იმას ორგანოებსო და რაღაცებს ესეთი ლაპარაკი ახლა კი ციხეს კი მე არ მინახია მაგრამ არა შენ საიდან ნახავდი საგანში იჯექი ხო და მე უყურებდიო დღეში ორი მანქანა ერთი მანქანა ყოველ დღე გადიოდა ხო მაგას მეწხედავდი ხო და მეორე რამეა და ეხლა იმან რომ დამინახა რომ ამას უსმენთ ხო მოგვადგა ყურე ხა უსმენთ რადიოში და ვის უსმენთ რას უსმენთ ეს ზედამხედველი გონო მე ვთხარი რას უსმენთ და მიტინგია რა მე ვთხარი და იმას უსმენთ მეთქი რა ვის უსმენთ მე ვთხარი რა იცი არ იცი ვინ არის ოპოზიციის ლიდერი ეხლა ბიძინა არის მე ვთხარი ივანიშვილი აი შენი დედა აქო შენ მოგივლითო და გარეთ კიდე მიშა მოულის ბიძინას იქო ხო შემაგინა იქიდან რა ვალჩოკიდან ხო ის გვალივიდან მე ვთხარი შენი დედაც მე ვთხარი და მიაძახე საგნი აქ შენი და იქიდე მიშა წამებში გაიღო საგნის გარეთ აუ გაიღო წამიყვანეს მცემეს მომკლეს მათრიეს და ამ კადრების ამოღება რომ მე ხო წაშალეს ესენი ბევრი რაღაცები ამემა დამალეს გააკვეს რაც იყო კაცმა პასუხი არ აღვო მაგაზე როგორ მოხდა ის წაშლების კამერებიდან იქიდან ისო დანიშნეს აგვარი ყვადრე ადამიანთა უფლებათა დაცვის პარლამენტში კომიტეტი მე მინისტრად დანიშნეს ბოლოს ვის დროს მიშას დროს სანამ ჯერ ესენი იყო ბოლოს ტუღუში ხო ტუღუში არის სახალხო დამცველი იყო სახალხო დამცველიც იყო მე პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეც იყო ადამიანთა უფლებათა დაცვის და მე ციხეების მინისტრად დანიშნეს რაღაცა პერიოდი მაგან არ და ხო მაგან არ და თო მე იმა ტელევიზორების შემოტა 200 იმენთი გადაგვახტეინეს ფული ვაგრიბეს პატიმრები და 200 ლარი კიდე ფული აგრიბეს 200 წარმოიდგინე ახლა ფული იშოვეს ხო თავის ანტენებით ესე იგი 25000 პატიმარი ყავდა ციხეში დამწყრევებული გაიგე ციხეში ეხლა 25000 პატიმი და 200 ლარს ვაგრიბავდი ვითომ ტელევიზორები უნდა ეყიდათ გაიგე ხო არა მოგვიტანეს და რომელი პატიმარი არ დადებდა ხა ფულს ყველას უნდა და ტელევიზორი თან ვიცოდით რომ ამათი საქმე წასულია არა და ტელევიზორები იყო ნაყიდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიგე თან იაფად კაცო იმ ტელევიზორს რა თუნდა და იქაც ფული გააკეთეს რა თუნდა და 200 ლარი იმ ტელევიზორს ეს იყო 50 ლარიანი და რატო გიყვები ამას დიახ და პადონდესთან და ხო წამიყვანეს ეხლა გიშველოს ბიძინა ივანიშვილი მოვიდა რაღაცო რა და ეს უკვე აგვისტოს შემდეგ გავლენა სექტემბერი და იქ რო ჩამიყვანეს კარცერში როგორც იქნა მიმიღეს რა კარცერმა რა და კარცერში მეუნება ისა ჭამე საჭმელიო გეუნები მალე გახვალო ბიძინა გაიმარჯვებსო რა უყურებო სიტუაციებსო რა ბატონი ბიძინა გაიმარჯვებს და ქართველი ოცნება მოვიდა თქვენ გაგიშვებენო რა გააღებენ ციხეებსო რა ეს კაცი მეუნებოდა რა პირადად რა ეს ვინ იყო პატიმარი იყო არა იქ კარცერის ოფიცერი იყო კარცერის ოფიცერი ხო და მეუნებოდა რომ გაგიშვებენ ეს ბედუկაძე ხო არ იყო არა ბედუკაძე არ ყოფილა კარცერში არ ყოფილა ბედუკაძე ბედუკაძე დპნგ იყო დპნგ იყო იქ იყო კარანტინში იყო დპნგ იყო ო ვიცი და ბიჭო ჩაყვანილი რო ვიყავი სანამ აქ შემიყვანდნენ ერთი იყო რა მეგრული გვარით არის გამახსენდება და მითხესო ახლა სამ გავაფორმო შენთან იყოსო რა კარიდორში იქით მესმის ყმუტუნი წივილი კივილი რა რაღაცა ვიღაცებს ამტვრევენ რა იქ კარიდორს სადაც გავდიოდი და ამას მეუნები რა წავალ რა ხო მიცნო მეთქი და გავალ რა ნახავთ ღმერთმა არ განაღოს იქ რა ხდებაო
რა ხდება მეოთხე? არ გინდაო რა რამე შენო ვიციო რა ტიპი ხარ და შეიძლება მოკვდეო რა მაგ სიტუაციაში. და დავინახე მე აქეთ ესე ამოვეფარე, რომ ეს ორი ბიჭი რომ შემოიყვანეს და შეყავდათ კარანტინის ოთახში, აი საკანში კარანტინის. რომ ესე იტკიებდნენ წელს და რაღაცებს და ეუნებოდნენ ხმა არ ამოიღოთ, თორე დედას გიტირებთ. ამებთ ეჭერა ჯუხები. პლასმასის ჯუხები. და მე რომ გამოჩნდა რომ უკვე 17 სექტემბერი რომ მოვიდა 17 სექტემბერი რო არ დამდარიყო მე მაგრამ მომცემდი ბატონო ზაზა აპატიეთა ჩვენ აი პროდიუსერი მეუნება დრო გვეწურება და ამიტომ ძალიან ბევრი რამეები გაქვთ მოსაყოლი და ძვირფასო ტელემაყურებლებო და ძვირფასო კომისიის წევრებო აი ნახეთ აი ახლა ზუსტად აი ეს ადამიანი არის დასაძახებელი კომისიაზე რაც მოვაყოლი ახლა ჩვენ დრო არ გვეყო გადაცემაში და კიდევ ბევრი რამეებს მოგიყვებოდა ეს ადამიანი რაც მოვაყოლი ახლა ეს ზუსტად ხდებოდა იმიტომ რომ მეც პირადად გავიარე ეს ცხოვრება რაც ცხოვრებას ამან გაიარა ბატონმა ზაზამ დანის ციხეზე და ის ადამიანები რომელი ადამიანებიც აი ესე პირდაპირ ანგრევდნენ და პირდაპირ გამეტებით ცემდნენ გვამტრებდნენ ეს ადამიანები დღეს ეგერ ყავთ გვერდით აკავთ ზოგი მთავრობაში ყავთ ზოგი ზალოვნებში ყავთ და ზოგი რა ვიცი სადა რა ყავთ არეხებით იმ ადამიანებს და ისევე აი ესეთი ადამიანები როგორც ზაზაა და როგორც ჩვენა ვართ ჩვენ ვართ გვერდზე მიწეულები და არ გვეკითხებით არაფერს შეგვეკითხეთ მაინც რა გვიქნეს და შეგვეკითხეთ მაინც რა დღე გვატარეს ხო დილობის გულის არის მაინც გითხონეს ხო შეგვეკითხეთ გითხარით ეს მას გახარიას და MGN-ის ის რო ტინგისობას რო გვაყურები რაც შეგჭირდება ჩვენ გახარიას ტინგისობა კაცო აგერ ფაქტის სახეზე არის და ადამიანი რას ყვება ხო ხედავთ კაცო მოусმინეთ ამ ადამიანს და მოусმინეთ ასეთ ადამიანებს კესმით ასე საქმე ბატონესა მაპატიეთ რა დრო არ აქვს მაგრამ მე გახარიას რა მაგაზე რაზე კითხა გახარია უნდა დაკითხო რიონის ხეობა რო გაყიდა ბევრი რაღაცები კიდევ გახარია მაგრამ ეს სხვა თემა არის ამიტომ ჩვენ დრო ამოიწურა მადლობთ რომ გვიყურებთ და მე კიდევ მითხრა მინდა შევახსენო კომისიას და ქალბატონ თიაწულუკიანს გულთან მიაქ ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ რომ ეს ადამიანი მართლაც თავი და ბოლომდე ჩაწუდება ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხებს რომელიც ჩვენთვის არის აუცილებელი და იმედი გვაქვს ჩვენ ამისი და ასეთ ადამიანებს დაუძახებს კომისიაზე და გამოკითხავს და მოусმენს და ფაქტიურად მიიღებს ზომებს რომელიც ზომების საფუძველს მართლაც კი არ უნდა გაუქმდეს ეს პარტია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს სულ ყველა კოლექტიურად აბსოლუტურად ყველა კოლექტიურად და მან დრო ყავთ კიდევ პარლამენტში დეპუტატები რო ყავთ კიდევ მან ჩანერგილები რო ყავთ კიდევ ქართულ ოცნებაში და ზალონებში სულ ყველა აი ახლა ვიძახეთ გახარიაღო აგენტი ყოფილა მისიო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პრემიერ-მინისტრი ყავდათ აგენტი პრემიერ-მინისტრი აგენტი ყავდათ წარმოიდგინეთ თქვენ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აგენტი ყავდათ მთავრობაში აგენტები ყოფილა სულ ყველა და ვერ გავიგე რაში არის საქმე კაცო რას აკეთებთ თქვენ და ეხლა ძალიან ბევრი აგენტები ყავთ და მიხედეთ ამათ ყველაფერს თუ არ მიხედეთ იცოდეთ ძალიან ცუდად წავა საქმე და აქედან გამომდინარე ჯობია სანამ გვიან არ არის ერთად ასე ხელი ჩაკეტებული ვებრძოლოთ აი ამ მონსტრს და ამ უბედურებას რაც ჩვენ ქვეყანაში ტრიალებს კარგად ვადნებოდეთ მადლობთ რომ გიყურებთ